დღეს ქაშვეთის ეკლესიაში შეკრებილმა საზოგადოებამ თემურ უგულავა უკანასკნელ გზაზე გააცილა. ქართველი ბიზნესმენი, რომლის სახელთანაც ბევრი ინოვაციური წამოწყება უკავშირდება, 56 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მის სახელს თანამედროვე ქართული სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის, ტურიზმის და ურბანული ბიზნეს გარემოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი უკავშირდება. თემურ უგულავას მიერ შექმნილი ბრენდები და სივრცეები წლების განმავლობაში მხოლოდ კომერციული წარმატებების მაგალითი არ ყოფილა. ბევრი შეფასებით მათ გარკვეულწილად შეცვალეს წარმოდგენაც იმაზე, თუ როგორ შეიძლება იყოს თანამედროვე ქართული ქალაქი სასტუმრო თუ საჯარო სივრცე. მისი გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელებსა და ბიზნეს მედიაში გამოქვეყნებული გამოხმაურებები ერთ რამეზე მეტყველებს. თემურ უგულავას ბევრი ადამიანი არა მხოლოდ როგორც წარმატებულ მეწარმეს, არამედ როგორც იდეების გენერატორს, პარტნიორსა და ადამიანებს შორის კავშირების შემქმნელს ასე იხსენებს. კიდევ ერთხელ უსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს და თანამშრომლებს და რა კვალი დატოვა მან ქართულ ბიზნესში, როგორ შეიცვალა ამ წლებში გარემო, რომლის ფორმირებაშიც თავად მონაწილეობდა და რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ მის გარდაცვალებაზე ასეთი ფართო გამოხმაურებიდან. ამ თემაზე ბიზნეს მედია ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი ისაკაძეს გავესაუბრებით. გიორგი, მადლობა რომ ჩვენთან ხარ და მე კი ჩამოვთვალე ეს ბიზნესები და ზოგადადაც ძირითადად ამაზე იწერებოდა, მაგრამ მე მახსოვს კარგად თემური როგორ იწყებდა ბიზნესს და ის იმ პერიოდში ნაკლებად უკავშირდებოდა ბიზნესების ამ ჩამონათვალს, რომელიც ახლა ძირითადად რომლითაც იცნობს საზოგადოება მას. ძალიან საინტერესო რთული პერიოდი იყო ველური კაპიტალიზმის. მე პირადად მასთან ესეთი შეხება არ მქონია, განსხვავებით შენგან, რომელიც მისი ღრმა ახალგაზრდობიდან იცნობდა თემურს, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მომეწვიე და სრულფასოვნად გვესაუბრა იმაზე, რა გზა განვლო თემურმა დღევანდელ დღემდე. თუნდაც და ამ ხრივ ხარ ჩემთვის საინტერესო რესპონდენტი და მოდი აქედან დავიწყოთ საუბარი. საღამოშიდობისა, მეც უერთდები თქვენ სამძიმარს კიდევ ერთხელ, მის ოჯახს, სამეგობროს, თანამშრომლებს. დიახ, სამეგობროს, რადგან მე შეიძლება თვალყურს ვადევნებ წლებია და ურთიერთობა მქონდა თემურ უგულავასთან, მაგრამ ჩემთვის ზედმეტიც არ მინდა მომივიდეს, რომ თქვა, რომ მეგობრები, ჩემთვის სხვა ხარისხია მეგობრობა, თემურს თავისი ძალიან დიდი და კარგი წრე ყავს. ასევე ვარ მე, თქვენიც ჩემი წრე და შესაბამისად ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. მართალი ბრძანდებით, წლებია თვალყურს ვადევნებ, შეიძლება ითქვას, რომ არასრული 30 წელიწადია მის ისტორიას და ჩემთვის მისი ისტორია პირადად ჩემთვის იწყება სათამაშო ბიზნესით, სადაც ის პირველ ნაბიჯებს დგამდა და იქაც სრულად ახალი ინოვაციები შემოდიოდა, თუმცა ცხადია მას მისი ბიზნესის ისტორია იტოვებს სხვა თემებსაც. უბრალოდ ეს სათამაშო ბიზნესიც დაახლოებით 20 წლის თავზე, 19 წლის თავზე თემურ უგულავამ შეძლო და საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ გამორჩეულ და ღირსშესანიშნავ მოვლენად აქცია მისი გაყიდვა. ხო, ქართული ეკონომიკის ისტორიაში მგონი ყველაზე დიდი გარიგება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგება ზუსტად იმ პერიოდისთვის და რაც მთავარია, შემძენი იყო ირლანდიური კომპანია Flutter-ი, რომელმაც საარაკო თანხა გადაიხადა ამ ყველაფერში და ირლანდია პირველად გაჩნდა საქართველოს ინვესტორთა ჩამონათვალში. მახსოვს მისი ზარი ამასთან დაკავშირებით და მე შეკრება, რომელიც პერიოდულად ჰქონდა ახლობლური შეკრებები ეკონომიკის და ბიზნესის თემებზე სალაპარაკოდ, რომ აი გამომივიდა აქაც ის იღბლიანი კაცი იყო. მას ძალიან ბევრჯერ გამომართლა უბრალოდ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მას ჰქონდა შეიძლება ბევრი იღბალი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჰქონდა ძალიან ცოტა დრო. რაც უბრალოდ წარმოუდგენელია გადასახარშად, მიუხედავად თქვენი შესავალი ტექსტისა, რომ დიახ, დაახლოებით 7-8 თვეა ჩვენ ვიცით მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ, რომელზეც ასევე არ ვიცი, რასთანაც შეხებაში მოვედით აი ამ ხნის განმავლობაში, როცა ეს ავადმყოფობა დადგინდა, მაინც შემართებით იყო. ბიზნესთან დაკავშირებით იღბალზე როცა ვლაპარაკობ, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ბიზნესმენის თამდევი, სხვანაირად უბრალოდ ფული არ იშოვება, იყო ის, რომ აქ იმას ფაქტიურად იყო ყინულმჭრელი
და მე ყველა შემოვიდა ამ ბიზნესში და ფაქტიურად ქართული სათამაშო ბიზნესი გახდა არენა უცხოური ინვესტორების დაინტერესებისთვის. თუმცა ერთის თქმა დაადუსტურების შეიძლება კიდევ რომ ამის შემდგომ დრამატულად იცვლება უკვე რეგულაციები. სათამაშო ბიზნესში და ესეც მეტყოლებდა მის ერთგვარ იღბალზე თუ გნებავთ წინაგზნობას, რაც გნებავთ ის დავარქვათ. მაგრამ ის ესეთი იყო. აი ყინულ მჭრელი ახსენე მართალი კონკრეტულ სფეროზე ლაპარაკობდი, მაგრამ ნებისმიერი მიმართულებით მისი ბიზნეს აქტივობებს რო გავიხედოთ, თემურ უგულავა ყინულ მჭრელი იყო. თემურ უგულავა ისეთ ადგილებში და ისეთ გარემოს გარდაქმნიდა, რომ რთული წარმოსადგენი იყო, რომ იქიდან რამე შეიძლებოდა გამოსულიყო, მათ შორის ეს უკავშირდებოდა არა მხოლოდ ფიზიკურ მოცემულობას, არამედ იმ მენტალურ თავისებურებებს და რაღაც გარკვეულ კოლექტიურ ქცევასა და ჩვევებს, რომლის გარდატეხის მოლოდინებიც ჩვენ საზოგადოება შეიძლებოდა არ გვქონოდა. აი, ამ გაგებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სიტყვა ვიზიონერს რო ეძახიან, ანუ მხედველი იყო ამ გაგებით? ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უშრეთ როხროხა ენერგიასთან ერთად თემურს ჰქონდა ალბათ გამორჩეული ხედვა, რომელსაც ბიზნესის ენაზე ეს ვიზიონერი ქვია. არიან ადამიანები, რომლებიც არიან კარგი მყიდველები, კარგი გამყიდველები, არიან ადამიანები, რომლებიც კარგი მმართველები არიან. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც შემოქმედობითობასთან ერთად არიან გამორჩეული ხედვის ადამიანები. ერთხელ მახსოვს ამ დღეებში გიორგი დამირეკ კახა გველესიანმა ცნობილმა ქართულმა ბიზნესმენმა და მითხრა, ბიჭო, ერთი მთავარი გვჩებაო სულ თემურიზე ლავარაკის დროსო. და რა მეთქი? ესთეტიკა შემოიტანაო. თქვენ ახლა ახსენეთ რამდენიმე სფერო და ინდუსტრია. მე ყინულმჭრელობა ვთქვი. მოდი რაღაცები გავიხსენოთ, იმიტომ რომ გულმავიწყია ჩვენი საზოგადოება ძირითადში. არა, ბერმა შეიძლება არც იცოდეს. არც იცოდეს. ხა მე და შე რომ ამ თემებთან შეხებები გქონდა. მოდი გავხსენოთ ლოლიტა. რესტორანი. ვიდრე ამოიქოქებოდა იმ დიდებულებით, რა დიდებულებითაც ამოიქოქა ამის პირველი სტუმარ სამასპინძლო ბრენდი ქართული რუმსის და სტამბას სახით. ვის წარმოედგინა კუპეებში გაზრდილ 10 წლეულების განმავლობაში მოკეიფე ქართული საზოგადოება, რომ ერთ საერთო მაგიდასთან დასხდებოდნენ საუზმის, სადილის და ვახშმის დროსაც. საერთო სივრცეში და ერთ გრძელ მაგიდაზე. გაგახსენებთ სკროლ, რომელიც დღეს სავსეა. ყველა სკროლით პირველი ვინ შემოიყვანა სკროლი. და ვინ დააყენა როგორც ასეთი საქართველოში, რომ ეს გადაადგილება ყოფილიყო ელექტრომანქანა. დღეს ყველა დეველოპერი უკლებლივ თავს იწონებს პადელის მოედანი გვაქვს ახალ კომპლექსშიო. და მოდი ჩვენთან ბინა იყიდეთო. თემური ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც პადელის კულტურა შემოიტანა. რაც მე ჩამოვთვალე, ეს რომ კიდე გამომრავლო 10-ზე, რა ბიზნესაც ის იწყებდა. უკლებლივ ყველა ბიზნესი ექცეოდა აი საოცარი კრიტიკა არ გამოვა ჩაიშლება, კაცმა არ იცის საბოლოო ჯამში რა გამოდიოდა და რა წერდა ფულს. და მე ისიც არ ვიცი ის ვალსიხდიდა ამითი საზოგადოების წინაშე თუ უბრალოდ რა იყო, მაგრამ ისტოვებდა კვალს. ყოველ შემთხვევაში გარისკვის არეშინოდა აშკაროს. და ბიზნესის წარმატებისთვის ეს ისთვისება იღბალი და რისკი არის თამდები. უბრალოდ არ შეიძლება ამის გარეშე, მაგრამ ამას ემატებოდა აი ეს გამორჩეული ხედვა, რომელსაც ბოლოს შეეჩვიენ. შეეჩვია მისი გუნდი, აყვა. ხსნიდა ობიექტებს. წარმოვიდგინოთ, რომ 29 ივნისს უნდა გაიხსნას თემურ უგულავას მორიგი ობიექტი. თქვათ, რუმს ბათუმი. 28 ივნისს საღამოს შეიძლება ბოლო შემოვლა გაეკეთებინა და არ ვიცი, საყდენს არ ეცემოდა, იმიტომ რომ მაგდენი იცოდა და შეცვლიდა რაღაცა დიზაინს, აი რაღაც კედელს მიანგრევდა, მოანგრევდა, რომ არა, ეს სხვანაირად უნდა იყოს. ხო, მე მისი ინტერვიუ რამდენიმე წავიკითხე და ყველგან ხას უსვავს, რომ დეტალებს მისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგრამ რაც მინდა კითხო უკავშირდება
თანამშრომლებთან ურთიერთობის კულტურას და ზოგადად კორპორატიულ კულტურას, რომელიც მან თავის მიერ დაარსებულ კომპანიებში დანერგა, შემოიტანა, ასე ვთქვათ და მათ შორის ბევრი იმ ადამიანებისათვის, რომელთაც სხვა ბიზნესებში დასაქმების არანაირი პერსპექტივა არ ქონდა და არც აქვთ ახლა. ამ ხრივ როგორც ჩანს ასევე ქონდა რაღაც განსხვავებული ხედვა და სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო გამორჩეული ბიზნესმენთა იმ წრეში, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ეს ესთეტიკა რო შემოვიდა, რაც კახამ შემახსენა ველესიანმა. აი ის რომ მაგალითად ოფიციანტობა. აი გიორგი, მან ქართული ახალგაზრდებისთვის იქნებოდა ხო კონკურსები. ანუ პრესტიჟული გახდა. კონკურსი გახდებოდა საჭირო, რომ სტამბაში რო ჩამოდიოდა რაღაც, არ ვიცი. რაღაცა თემაზე ჩამოვიდოდა New York Times-ი, ან The Rolling Stones-ი, ან რომელიღაცა გამოცემა, გამორიცხული იყო, რომ სტამბაში არ მისულიყო. მინიმუმ არ მისულიყო, ან არ გაჩერებულიყო. რომ თავისი თვალით არ ენახა. გადაბმა შემდგომ უკვე ამ კუთხის რუმსთან ერთად. ფაბრიკა რომელიც ყველას აი აბსოლუტურად უპერსპექტივო სივრცეც მიაჩნდა, ისევე როგორც რადიოქალაქი, რომელიც ვერ მოასწრო. ხო, უპერსპექტივო მაგაგები თუ ისე აშენებენ კორპუსებს ან მაგრამ იმას რასაც აკეთებენ კიდეც ახლა ამ ხრით შვენიერი პერსპექტიული ადგილები იყო, ასე ვთქვათ, სამშენებლო დეველოპერული ბიზნესის. ოღონდ ხედვა და რისკი რაც ბიზნესის 90% აკეთებს ახლა. რაც უგულავას ქონდა. მას ეს ყველაფერი შეეძლო გაეკეთებინა და კაპიტალი, რომელიც თემურმა დააგროვა, ჩვენ ბიზნეს კაპიტალზე ვსაუბრობთ, ის რეინვესტირებდა პროექტებში, რომელიც საქართველოს თბილის აქცევდა სრულიად სხვა დონეზე, სხვა ხარისხში. ეს იყო ადამიანი, რომელმაც თავისი ხედვა სრულად გადააკონვერტირა და ჩადო, დაინვესტირა თავის ქვეყანაში და მაშინ როცა ჩვენი ქვეყანა მილიონებს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ხარჯავს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაზე, ერთმა ცალკე აღებულმა ბიზნესმენმა, ერთმა აჭარა ჯგუფმა თავისი არაჩვეულებრივი წევრებით შეძლეს ის, რასაც წლების განმავლობაში ვერ აკეთებს სახელმწიფო ქვეყნის ტურიზმის პოპულარიზაციისთვის. აი ახსენე ხაჭარა გრუპი და სხვა კომპანიები. ალბათ ერთ-ერთი მისი გამორჩეული თვისება იყო ნიჭიერი ხალხი შეემჩნია და მე მათთვის მაქსიმალური ავტონომია მიეცა. ერთმანეთთან ცოტა ვერ ვაწყვილებ, ასე ვთქვათ, მის ასეთ მცდელობებს დეტალებში ჩასვლის და ეს კონკრეტიკასთან შეხების და მეორეს მხრივ რაღაცა მიმართულებებზე ადამიანების სრული ნდობის ასე ხდებოდა ეს საქმე. იმიტომ რომ ბევრი ისეთი ადამიანი ჩვენ საერთო ნაცნობებით, რომლებიც აი ამ ბიზნესებს და კომპანიებს ხელმძღვანელობენ, რომლებმაც ცალკეც შემდგომშიც უკვე ეს მთელი მიმართულებები განავითარეს და არა მარტო საქართველოს სხვათა შორის უცხოეთში. გიორგი, სტამბას და რუმსის გუნდები დღეს არიან საქართველოში და უცხოეთში წამყვან სასტუმრო ქსელების მენეჯერები, ტოპ მენეჯერები, შეფები, ჩემ მეგობრები არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ეს გზა გამოიარეს. თემურ უგულოვა საბოლოოდ, როგორც ინვესტორი, როგორც ბიზნესმენი, ის იყო ეგრეთ წოდებული მარტო ხელა მოთამაშე. როგორ ახსნა? ან ბიზნესში მსხვილი პარტნიორები არ ყავდა. მას ბიზნესში დომინირებდა თემური. ხო, მე მახსოვს აი პირველი დაპირისპირების ელემენტი ბადრი პატრაგაძიშვილის. ესე იყო. კიდევ მახსოვს. ეს ქონდა. ეს თემურ როგორც ყველა სხვა ბიზნესმენს მარსზე კი არ ცხოვრობდა. იცხოვრა ისეთი ცხოვრებით, როგორიც არის. და ის არის იმ თვითნაბადი ბიზნესმენების, საქმოსნების წარმომადგენლები, რომელიც გამოირჩა იმით, რომ ქონდა ეს არანორმალური ხედვა შემოქმედებითი და რაც მთავარია გუნდის შემოკრების უნარი. მან შეძლო და გაამრავლა ეს ყველაფერი და რაც მთავარია ბიზნესი, რომელიც საწყისი იყო მისი ამ ყველაფრისა, რეინვესტირდა ისეთ ინფრასტრუქტურაში, რომელიც საზოგადოებისთვის გამორჩეულად სასარგებლო გახდა და ქვეყნისთვის სავიზიტო ბარათი. და ბოლოს მინდა კითხო, ბევრი ფოტო ტრიალებდა მედიაში ამ დღეებში თემურ უგულავასი. ყველაზე მეტად რაც მოხდა თვალში არის ჯინსის ქურთუქში შეიძლება ჩვენს გვაქვს და ვნახავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით.
და ჩვენ ვიცით მათ შორის მისი კომპანიების დამოკიდებულება როგორც იმ მძიმე დღეებშიც ახლაც სიტუაციაში, როდესაც ზოგადად ბიზნეს უჭირს საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვაც, ამას სპეციალური საკანონმდებლო ჩარჩოებიც კი დაჭირდა, რომ არტახები კარგად ყოფილიყო საგრძნობი ქართული ბიზნესისთვის. მე არ ვარ მომხრე ბიზნესების დამუნათების იქ, სადაც პოლიტიკა და პოლიტიკური კლასი თავის შედეგს აქტიურად ვერ აღწევს, თუმცა ყველას თავის წილი პასუხისმგებლობა აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამ პასუხისმგებლობისგან სამოქალაქო და სხვა ტიპის თავისუფლებიან, მაგრამ ამ თვალსაზრისითაც რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ევროპულობის, ცივილიზებულობის რუკაზე მოსანიშნად და თემურის განწყობების გათვალისწინებითაც მის დამოკიდებულებას ქართული ბიზნესის მომავლისად. მე მაინც გონია რომ იმის ჩვენ ყველანი მაგით არასდროს არ იყო საჯარო გამოვედით პოსტსაბჭოთა აი სულ სხვა ტიპის გარემოდან და მოვედით იქ სადაც 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხო, თემური არც ისე კი არა ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, მაგრამ იმ პერიოდიდან მოვდივართ ყველანი, ასე ვთქვათ, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის პოზიტიური ტრანსფორმაციის მაგალითი ადამიანის ბიზნესმენის. მე ბიზნეს ნაწილზე რა ხამთხოვე მოსვლა მაგ ნაწილსვე გავაგრძელებ და მაგი დავასრულებ. მე მაინც გონია რომ თემურ უგულავა მის მიერ შექმნილ ქართულ ბრენდებს, რომელიც ვერასდროს ვერ წარმოგვიდგინა, რომ სტუმართმასპინძლობის სექტორში ჩვენ შეიძლება და ქართული ბრენდები გქონოდა, ის აუცილებლად დასვამდა ამერიკის და ევროპის ბაზრებზე. მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ჩვენი კოლეგები, უბრალოდ თქვენი კოლეგები, მე არც მისწავლია მედია წესიერად კი არა და საერთოდ არაფერი არ მისწავლია, აღფრთოვანება იმ ინფრასტრუქტურით, რაც მისგან მოდიოდა. რაც მან 56 წლის ასაკში მოასწრო, ვერ ასწრებენ ადამიანები 100 და 150 წლის ასაკში. უბრალოდ არის ალბათ ყველაზე დიდი იღბალი, რაც მას ბიზნესში ჰქონდა, უიღბლობა აღმოაჩნდა დროში. და ეს არის ალბათ ის, რასაც ყველაზე მეტად მე პირადად ვერ ვხარშავ კიდევ ერთი მიზეზით. მე ვერ ვხედავ თემურის მსგავს ადამიანებს დღეს არენაზე. თუნდაც აისე სცენის მიღმა. და მე ვერ ვხედავ ვინც აი ამ ფასეულობებით, ამ ღირებულებებით, ამ დამოკიდებულებით, ამ სიკეთით და ქველმოქმედებით აესე უჩუმრად იქნებიან წარმოდგენილნი. მე აუცილებლად გავაკეთებ თქვენ იცით გადაცემას თემურის მეგობრებთან და მის ბიზნესში ჩართულ ადამიანებთან ერთად. ეს მე ნათქვამი მაქვს და ეს იქნება, სადაც ჩვენ ვეცდებით, რომ ნამდვილი თემურ უგულავა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომელიც საბოლოო ჯამში უჩინმაჩინი იყო. მაგრამ 2019 წელს, როცა მე ვიცოდი, რომ ის არ მოვიდოდა ამ დაჯილდოებაზე, ჩვენ სპეციალური პრიზი გავაკეთეთ მაშინ. მე ერთ გამოცემასთან ვიყავ იმ პერიოდში დაკავშირებული. ახსოვს სახელის და გვარის გარეშე წარდგენას რო ვაკეთებდი ოპერის დარბაზში. ყველას ეგონა რომ ლაპარაკობდი ბიძინა ივანიშვილს და უცბად წარმოიდგინე ჩამოდის უგულავა. იმიტომ რომ სხვა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ის იყო ყოველთვის სცენის მიღმა და არასდროს არ ცდილობდა манипуლირებას ან ჟონგლიორობას. ამიტომ მის მეგობრებთან იქნება ეს, არ ვიცი, გიო ფეტვიაშვილი, კოტე ყიფიანი, ნინო ზამბახიძეს, ვალერი ჩეხერიას, ლევან ბერ, ყველა შევეხმიანების საიმის თუ შევიკრიბოთ BMG-ში და მოვყვეთ მასზე ეს ისტორიები. მე მინდა რომ ეს მაგალითი, რაც მან დატოვა, უბრალოდ არ დამთავრდეს. ამ დღეებში მწერდნენ და წერილებს ჩვენ აღარ გვიგზავნიან, გვწერენ ძირითადად. აი რომელიმე ქუჩას ხო არ დავარქვა თუ უსახელოსო, თემურ უგულავას. თემური ხა ცოცხალი რო იყოს, არ ვიცი ალბათ. იროხროხებდა სიცილით ბოლომდე ბრაზერ ხარ გადარეულ ხარ. ყოველთვის ბრაზერ, ხო? არა. არ ვიცი, ბევრი რაღაცაა, მაგრამ ჯერ მოვყვეთ. ფაქტია, რომ თემურ უგულავამ დატოვა ძალიან მნიშვნელოვანი კვალი. და მიუხედავად ჩემი პესიმიზმისა, არსებულ გარემოში ანალოგების ძებნის ამ ის მაგალითზე მიმედი მაქვს რომ გაიზრდება ბევრი ქართული ბიზნესმენი. მე იმედი მოიზრდება, ასე ვთქვათ.
კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებთ მისი ოჯახის წევრებს პირველ რიგში, ყველა მის მეგობარს და თანამშრომლებს წუხართ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო.